ნიკა მოგესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. თქვენ როგორ უყურებთ ახალი პოლიტიკური მოთამაშის გამოჩენას და თქვენთვის რა არის ის თავარი შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემითაც ბევრი რამ გაირკვევა მის პოლიტიკურ მომავალზე? დიახ. ხიტერეთ მოგესალმები, რა თქმა უნდა, მივესალმები ნამდვილად ყველა იმ სუბიექტის, ყველა იმ პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში, რომელიც თავის ამ გადადგმულ ნაბიჯს ხსნის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის, თავისუფლების გადარჩენით. მე ვფიქრობ, ეს არჩევნები თუ მივედით საერთოდ არჩევნებამდე, რომელიც კარს არის მომდგარი, არ არის ჩვეულებრივი ორდინალური არჩევნები რა. არაერთხელ მithქვას და არის წყალგამყოფი ძალიან ბევრისთვის. და მე ვხედავ მომდევნო თვეებს შემდეგნაირად, ან ცივილიზებული სამყარო, ან უკან მტკინვეულ წარსულში. და აი ამ მტკინვეული წარსულის ედგარი რაღაცა ფანტომი, რაღაცა მოჩვენება არის ქართული ოცნების სახით წარმოდგენილი დღეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ როდესაც ვამბობთ და მე პირადად ვამბობ და არაერთხელ მithქვავს, მეგობრებიც ამას ადასტურებენ, რომ რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებამ უკვე დასრულებული სახე მიიღო ქართულ მიწა-წყალზე და ამ ყველაფერს სათავეში უდგას რუსეთის კრემლის პირდაპირი ემისარი ბატონი ივანიშვილი, რომლის მარიონეტობას თანხმდება მთელი ქართული ოცნების დეპუტაცია, რომლებიც რეალურად არიან ადიუტანტები ბიძინა ივანიშვილის, აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ადამიანი ნებისმიერ ვინც არ უნდა იყოს, მოვა და იტყვის, რომ მე მოვედი ხახნო იმ პლატფორმაზე, სადაც თქვენ ხართ, მე რა რომ დამოუკიდებლად ჩემი პარტიით, რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია და მისასალმებელია, არა აუცილებელია, რომ ერთიანი სიით გავიდეთ, ხო, არჩევნებზე, ან ერთიანი, ასე ვთქვათ, სიით ვიბრძოლოთ, ხო, ბრძოლა მარტო ამას არ გულისხმობს. არის მისასალმებელი. როდესაც ჩვენ ერთიანობაზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, ვსაუბრობთ მორიგებაზე, ბევრთან მიმართებაში და არა შერიგებაზე, ხო? როდესაც მე პირადად მაგალითად არაერთხელ მithქვამს და კიდევ იმ ადამიანებს, ვინც იმ ხალხის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფილა, მე არ ვიყავი ნაწილი და ისინიც კი ამბობენ, რომ ახლა ირაკლი ოქრუაშვილიც არის მაგალითად მისაღები ც, იმიტომ ამბობ, რომ იცით, რომ ძალიან დიდი უთანხმოება იყო, ხო? ნაციონალურ მოძრაობასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის. აი ამ ყველაფრის გადას ძალიან სწორია და მე პირადად ყველაფერს ვაკეთებ, იმისათვის რომ უსამართლოდ დაკავებული პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი დავიცვა ყველგან, სადაც შევძლებ და მოვალეთ თვლით თავს. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეხლა. მოკეთ, თქვენ ამბობთ, რომ ერთმანეთს ხელი უნდა გაუწოდოთ. უნდა შეხვდეთ დადებითად, რომ ეს თქვენ ამ კალათაში იგრძნოს მან თავი, ესაც ივანიშვილის წინააღმდეგ. დიახ, ის პრინციპი რო იცით რა, ეხლა ვიტყვი. კი ბატონო, დაასრულეთ. კი ბატონო და არ არის მისაღები ჩემთვის ის იმ პრინციპით ეხა განსადებების კეთება რომ ეხა რკინა სანაცხელია და აარტყიო რა ნამდვილად არ არის ბატონ ხაზარაძე დატოვა დიახაც ბევრი კითხვის ნიშანი მაგრამ დრო არის ძალიან ბევრი იმისათვის რომ ეს დანაკლისი მან აღმოფხვრას თუ საერთოდ დანაკლისად თვლის დიახაც მან დაუშვა იმის შესაძლებლობა ასე გავიგეთ ყველა ხო თქვენს მე მგონი გისმენდით თქვენ და ყველა თითქმის ყველა ობიექტურად ასე ვთქვათ გაწყობება მსმენელმა და მაყურებელმა რომ მან დაუშვა თეორიულად ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მას შემდეგ რაც პარლამენტში შევა ამის რამდენი შევა 7-ին შევენა 10 შევენა 8-ი შევენა ხო მაგრამ ეს არის წყალგამყოფი და იქნება წყალგამყოფი ბატონმა ხაზარაძე და მისმა გუნდმა მანამდე ბევრად ადრე უნდა განაცხადოს და ცხადი გახადოს საზოგადოებისთვის არის მზად თუნდაც თეორიულად ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი ჩემი შეფასებით ხელისუფლებასთან სათანადმშრომლოდ თუ არა თუ ის უშვებს ამის ალბათობას რა თქმა უნდა მიუღებელი იქნება მასთან თანამშრომლობა მაგრამ ეს მას არ უთქვამს ჩემის აზრით მოლოდინი მე პირადად თქონდა გაცილებით მეტი დღევანდელი პრეზენტაციისგან ვიდრე ვნახე ალბათ რატო შემიქნა უფრო მაღალი მოლოდინი და ენერგია დამაგდა იმის ასე ვთქვათ დანახვა რომ აი შეიქმნა ახალი ძალა რომელიც
ნამდვილად იმ მაღალი ენერგიით, ენთუზიაზმით და მოტივაციით ოლიგარქ ივანიშვილს შეუტევს. ასევე ამ ქალაქში და არა მარტო ამ ქალაქში თქვენ იცით დიანა ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე და ამეჭების გაქაცლება დასჭირდება პირველ რიგში ბატონ მამუკა ხაზარაძეს და ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, რომ ისინი პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ არ მოვიდნენ, რომ მათ პრობლემები შეექმნათ, რომ მათ ბიზნესი შეექმნათ, პრობლემები ბიზნესი, რომლის ასე თქვათ რომლის კეთების დროს კოორდინაციაში იყვნენ ბიძინა ივანიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ მათ გადაწყვიტეს პოლიტიკაში მოსვლა, რომ თავისი კაპიტალი დაიცვან. მე არ ვფიქრობ და არ მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ბევრი საუბრობს ამაზე. ამიტომ ძალიან გრძელი ეკლიანი გზა აქვს გასავლელი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ხიდები არ უნდა დავწვათ ერთმანეთთან საერთოდ. თქვენ როგორ ახსენით? ნიკა, თქვენ როგორ ახსენით სააკაშვილის განმარტება, ის ძალიან ნეგატიურად შეხვდა ამ რაღაც ფარტხუნათეთშავლიანი ბიჭების ერთობას, რაღაც ასე შეაფასა, რაღაც წვრილი მევახშეები. ხო, დიახაც, რაც მე ვისაუბრე, მე მგონი პასუხობს თქვენს კითხვას. არავისი მხრიდან არ მოვიწონებდი მე დღეს მსგავსი განცხადების მოსმენას, ან მათი მხრიდან კეთებას, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ნაჩქარევია, არ უნდა დავწვათ არავისთან ხიდები, საურთიერთობო ელემენტარული ადამიანური, ვინაიდან თუ ეს ადამიანი ბატონი ხაზარაძე ამბობს, რომ დიახაც ქვეყანას სჭირდება შრება და ქვეყანას სჭირდება ხსნა, ალბათ იმედია იმასაც იტყვის, რომ თავარი შემაფერხებელი ფაქტორი გახოთ ბიძინა ივანიშვილი და ჩაებმევა ასე ანტი ბიძინა ივანიშვილის კამპანიაში, რაშიც ჩართულია დიდი ნაწილი უკვე საზოგადოებისა და ვფიქრობ, რომ ნაჩქარევი განცხადება იყო, რაც არ წარმოგვაჩენს ჩვენ თანმიმდევრულს ასე ვთქვათ ადამიანებად, ერთის მხრივ საუბრობდეთ ერთიანობაზე, მაშინ ვიტყვილები, ხო? მე ხა პირდაპირ ეუბნები, გატყვილეთ, როცა საუბრობ ერთიანობაზე, ხო? და მეორეს მხრივ უკრინდან მოვეპარები და პანჩურს ამოვარტყამ შესაძლო თეორიულ ასე ვთქვათ პარტნიორს არ არის. სწორედ და კიდევ ერთი დეტალი, მე ვიცი, ჩემ ტყავზე გამოვცადე, რას ნიშნავს, როდესაც ხარ შეზღუდული, როდესაც ოლიგარქი დაგზდებს დასაჭერად და ამ დროს ოპოზიციური რომელიმე პარტიის წარმომადგენელი შენ გაკრიტიკებს, რითიც ხელს ირიბად უწყობს ოლიგარქს, რომ დაგიჭიროს უფრო ადვილად. ამ ადამიანებს დღეს ამ ადამიანებზე არის დევნა გამოცხადებული პოლიტიკური და სულაც არ უნდა გამოურიცხოთ, რომ ივანიშვილმა ისინი ციხეში გაამწესოს, ხო, უკანონოდ. და არ უნდა მივცეთ არავის იმისი თქმის საშუალება, რომ იცით რა, აი აგერ რომელიღაცა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილს ხელი შეუწყო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებაში და ამით საზოგადოებრივი აზრი მათ სასაგებოდ კიდე მოამწიფა. გასაგებია, დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი პოზიცია, თქვენ ფიქრობთ, რომ არავინ ყველას უნდა ხელი შეუწყოთ ახალ მოთამაშეებს პოლიტიკურ ველში. მადლობა ნიკა მელიას. ვფიქრობ, რომ ნორმალიზდება ურთიერთობა ამ მიმართულებით. დიდი მადლობა ნიკა მელიას, ის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა ჩვენს ეთერში.